რა არის ჰელიქსი? ჰელიქსი არის ფიგურა, რომელიც მიიღება ორი გეომეტრიული ფიგურის სინთეზით. ეს არის ვექტორი და წრეწირი. ვექტორი არის მიმართული მონაკვეთი, მისით მაგალითად ფიზიკაში აღიწერება მდგომარეობის ცვლილებები, ეს შეიძლება იყოს სხეულის მდებარეობის ცვლილება ან რაიმე ველის ესე იგი მდგომარეობის ცვლილება რა სივრცეში და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად ვექტორი აღწერს ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასხლის პროცესს, ხო, მიმართული მონაკვეთი. ხოლო წრეწირი არის რა, წრეწირი არის დაბრუნება. ანუ რაღაც საწყის წერტილში თუ ხარ, იქ ბრუნდები. ესე იგი პირობითად შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეს ორი გეომეტრიული ფიგურა არის, ასე ვთქვათ, ურთიერთ საწინააღმდეგო, ანუ დუალისტური, იმიტომ რომ ერთი აღწერს ცვლილებას, ანუ რაღაც სიახლეს, ხო, რაღაც სადღაც მდგომარეობის ცვლილებას, ხო, სხვაგან გადატანას. ხოლო მეორე აღწერს დაბრუნებას. დაბრუნებას ზონ მდგომარეობაში, ასე რომ ეს არის დუალისტური წყვილი. ურთიერთ, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო წყვილი. ხოლო ჰელიქსი არის ფიგურა, რომელიც მიიღება ფაქტობრივად ამ ორი ფიგურის სინთეზით. ზოგადად ტოპოლოგიურად ასე ვთქვათ, ხო, მონაკვეთის და წრეწირის სინთეზით მიიღება ცილინდრის ტიპის ფიგურები, ანუ შენ რომ მონაკვეთი პირობითად გაამრავლო წრეწირზე, მიიღებ ესეთ ცილინდრის ფიგურას. ჰელიქსი, ну, ფაქტობრივად ცილინდრია, უბრალოდ უფრო სპირალურად წარმოდგენილი, ანუ ცილინდრზე რო დაახვიო სპირალი, აი ეგეთი ფიგურაა ჰელიქსი. ესე იგი, თან წრეწირზე რომ მოძრაობს, მაგრამ თან რო ზემოთ მიიწევს, ეს არის ჰელიქსი. სხვადასხვა ძალიან კაი სიტყვა, იმიტომ რომ ჰელიო ანუ მზესთან ასოცირდება რა. ეს სიტყვა და ძალიან მომწონს. ხო, ახლა რა შესაქმე? ესე იგი, ჰელიქსი გამოდის, რომ თავის თავში მოიცავს წინსვლასაც და უკან დაბრუნებასაც. ანუ ეს არ არის ცალსახად წინსვლა, ეს არის წინსვლა უკან დაბრუნებით. ან პირიქით შეგვიძლია შევხედოთ, ეს არის უკან დაბრუნება წინსვლით, ანუ დაბრუნება ოღონდ მაინც პატარაზე რო ესე იგი ახალ სიფრთხეში რო ხარ, ხო? ანუ ბრუნდები, მაგრამ თან ახალ სიფრთხეში ხარ, ანუ სპირალის პრინციპი ხო ეგ არის, ხო? დაბრუნება სიახლით ან სიახლე რაღაც ძველის გამეორებით. ესე იგი ეს დუალისტური შერწყმა. ახლა თუ კითხვა და ამას აიგებ რაღაც საწყის პრინციპად, რომ მაგალითად თქვა ჰელიქსი იყოს რა, ანუ პირობითად ვექტორული და წრიული პრინციპები იყოს, თქვა სამყაროს მშობლები მაგალითად. იმიტომ რომ ვექტორული პრინციპი ეს არის მამაკაცური საწყისი აშკარად ის თავისი ფორმით ასოცირდება მამაკაცის არა მხოლოდ სასქესო ორგანოსთან, არამედ ზოგადად მის ფუნქციასთან, ანუ ახალ სივრცეში გასვლის და დაპყრობის და ზოგადად შემოქმედების, ანუ გარემოზე მოქმედების და ცვლილების აღწერა ხდება ვექტორით, ხო? ეს არის ასე ვთქვათ მამაკაცური საწყისი, ხოლო წრე ასევე გეომეტრიულად ასოცირდება ქალის სასქესო ორგანოსთან და ზოგადად ის არის დაბრუნება, რაღაც წიაღში დაბრუნება. ან მაგალითად აი სახლის წიაღში დაბრუნება, ხო, სადაც უნდა სიმშვიდე აღიდგინო, ხო, მაგაც, ანუ ქალის ფუნქცია რაც არის რა ზოგადად. რომ რაღაცნაირი დაბრუნება და ბალანსება მოახდინოს, იმიტომ რომ ვექტორი თუ კი არის მდგომარეობის ცვლილება, წრე არის დაბრუნება, ანუ ის თუ კი არის ბალანსის დარღვევა, ეს არის ბალანსის აღდგენა. ესეთი დუალისტური წვლილია. და ну შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წვლილი არის სამყაროს მშობლები. აქედან გამომდინარე სამყარო არის ჰელიქსური, ანუ ამათი ქორწინებით, ამათი ურთიერთობით მიიღება, ასე ვთქვათ, ამათი ურთიერთობით იშვება. ხო, ესე იგი, ვთქვათ სამყარო დაიბადა ამ ვექტორისა და წრეწირის ურთიერთობით, ანუ სამყარო არის ჰელიქსური. ახლა რა შევლინდება ეს ჰელიქსურობა, ანუ რატო არის სამყარო ჰელიქსური? ესე იგი, პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ჯერჯერობით არაფერი გვაქვს გარდა ჰელიქსისა. ჩვენ თქვით, რომ პირობითად რაღაც ვექტორული და წრიული ფორმა გეომეტრიულად ქმნის სამყაროს და ანუ სამყარო, როგორც ასე ვთქვათ, ამ ვექტორისა და წრეწირის შვილი არის თავად ჰელიქსური, ანუ მშობლებს იმეორებს. მაგრამ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ან უბრალოდ მისი ჩონჩხი, მისი სტრუქტურა არის ჰელიქსური, ესე იგი, ჯერ არაფერი არსებობს სამყაროში, მაგრამ ცარიელია, მაგრამ თქვა ცარიელი არ არის, უბრალოდ მისი სტრუქტურა, რომელიც ჯერჯერობით ცარიელია, უნდა იქნეს აგებული ჰელიქსურად. და როგორ ხდება ეს აგება? ნახეთ, ჰელიქსი, როგორც უკვე ვთქვით, მოიცავს შემოქმედებით პრინციპს და დაბრუნების პრინციპს, ხო? ანუ შემოქმედებითი პრინციპი, ესე იგი ვექტორის ფუნქცია რაც არის ის, რომ შექმნას ყოველთვის რაღაც ახალი, მდგომარეობა შეცვალოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ წერილ სამყაროში ეს ვექტორული ძალა ქმნის სხვადასხვა რაღაცებს, ანუ სამყაროს სიცარიელებს ავსებს, ასე ვთქვათ, სამყაროში მოაქვს მრავალფეროვნება. ესე იგი, იქმნება სხვადასხვა ტიპის კანონზომიერებები, სისტემები და ასე შემდეგ. ეს არის ის, რასაც ვექტორი აკეთებს. მაგრამ სამყაროს ფუნდამენტში არის ჰელიქსური, ხო? ანუ ჩონჩხი არის ჰელიქსური. შესაბამისად, მას აქვს არა მარტო ვექტორული ძალა, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნებას მატებს და რაღაცებს ქმნის, არამედ აქვს წრიული ძალაც. და წრიული ძალა კიდე რას აკეთებს? წრიული ძალა აკეთებს იმას, რომ აბრუნოს, წრის ფუნქცია რა არის, რომ დააბრუნოს, ხო რაღაც დააბრუნოს. მაგრამ დაბრუნება რაში გამოიხატება? ნახეთ, თუ გითხრათ ვექტორულმა ძალამ პირობითად შექმნა რაღაცა ახალი, რაღაც პრინციპულად ახალი, ანუ სიცარიელი იყო სამყაროში რაღაცა შექმნა, მე კიდე სხვა რაღაცა შექმნა, მე კიდე სხვა რაღაცა შექმნა და ასე. ანუ სულქმნის რაღაცებს. წრის პრინციპი, ანუ დაბრუნების პრინციპი, რა შეიძლება ეს გულისხმობდეს? ანუ ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ რაღაცა რაც შეიქმნა, ის ბრუნდება იმაში, რაც თავდაპირველად იყო. და თავდაპირველად კიდე იყო ჰელიქსი. ანუ თავდაპირველად იყო სამყაროს ჩონჩხი იყო ჰელიქსი, თვითონ ჰელიქსი, ხო? ესე იგი, დაბრუნების პრინციპი შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ ეს სიახლეები, რაც იქნება სამყაროში, ანუ იმეორებენ იმას, რაც იყო თავდაპირველად და თავდაპირველად იყო ჰელიქსი. ესე იგი, ანუ ჩონჩხი ჰელიქსი რა, რასაც ვეძახით. ესე იგი, გამოდის, რომ ამ სიახლეებს თავად აქვთ ჰელიქსური სტრუქტურა. ანუ თავად იმეორებენ ჰელიქსის სტრუქტურას. უბრალოდ სხვადასხვა რაღაცებია. ანუ კიდევ ერთხელ აი რო ჩამოაყალიბოთ ლოგიკა. თავიდან გვაქვს სამყარო როგორც ჰელიქსი, ოღონდ ინტერპრეტაციის გარეშე უბრალოდ რაღაც ჰელიქსური ჩონჩხი. აქ ვექტორული ძალა ქმნის სხვადასხვა რაღაც, ანუ ლოგიკურად რო გავყვეთ რა, ამ ჩონჩხის, ასე ვთქვათ, ჰელიქსური ჩონჩხის ვექტორული ძალა ქმნის რაღაცებს, ხოლო მეორე წრიული ძალა აბრუნებს ამ რაღაცებს იმაში, რაც თავიდან იყო. ანუ ამსგავსებს იმას, რაც თავიდან იყო. ესე იგი, ესე რა ქვია, იმეორებს, ამეორებინებს ჰელიქსს. ესე იგი, ის ახალი რაღაცები, რაც იქნება, ეს ვექტორული ძალით იქნება, მაგრამ ეს რაღაცები ერთმანეთს გვანან რაღაცით, იმიტომ რომ წრის პრინციპი მოქმედებს და გვანან იმითი, რაც თავდაპირველად იყო. ანუ გვანან იმაში, რომ ყველა მათგანი ჰელიქსია. ანუ ჩონჩხი ჰელიქსი თავისი არსით ქმნის ახალ რაღაცებს სამყაროში, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ჰელიქსებს. იმიტომ რომ ამ რაღაცების შექმნა ვექტორული ძალით ხდება, ხოლო ეს რაღაცები რო ერთმანეთს გვანან, ეგ ხდება უკვე წრიული ძალით და გვანან იმაში, რომ ისინი არიან მსგავსები იმის, რაც თავდაპირველად იყო, ანუ ჰელიქსის. ესე იგი, თავად არიან ჰელიქსები. ანუ სამყაროს ჰელიქსურობა თვით შემოქმედებითი პროცესია, რომელიც სხვა რაღაცებს ქმნის, ოღონდ ეს სხვა რაღაცები თავად არიან ასევე ჰელიქსური სტრუქტურის მატარებლები. ესე იგი, გამოვიდა, რომ სულ პირველად იყო ცარიელი სამყარო ჰელიქსური ჩონჩხით და შემდეგ შეიქმნა სამყაროში სხვადასხვა რაღაცები, აბსოლუტურად აი დამოუკიდებელიც და სხვადასხვა მრავალფეროვანი რაღაცები, ოღონდ ყველა მათგანის სტრუქტურა არის ჰელიქსური, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს გვანან აი ამითი ჰელიქსურობა, მათი საერთო თვისება. და საერთო თვისება რო აქვთ, ეს არის ჩონჩხი ჰელიქსის დამსახურება, ხო? ეგეთი ამბავი. ესე იგი, გამოდის, რომ სამყარო არის ჰელიქსების ერთი დიდი ჰელიქსი, რომლიდანაც ეს ჰელიქსები შეიქმნა. აი, ეხლა რა ხდება? სამყარო არის ჰელიქსების მრავალფეროვნება და ეხლა ის შეკითხვა არსებობს თუ არა რაიმე მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ეს ჰელიქსები დავახარისხოთ, ანუ კლასიფიკაცია მოვახდინოთ. ესე იგი, რას გულისხმობ, რომ ხომ თქვით, რომ ჩონჩხი ჰელიქსიდან შეიქმნა სხვადასხვა ჰელიქსები, ანუ სამყაროში არსებობს სხვადასხვა კანონზომიერებები და სისტემები და ყველა მათგანი ჰელიქსია. მაგრამ ხომ არ არსებობს რაიმე მეთოდი, რომლის მიხედვითაც აი ამ სისტემების კლასიფიკაციას მოვახდენთ. ხოდა პრინციპში გამოვიყენებ იმ მეთოდს, იმ სტანდარტულ მეთოდს, რომელიც ზოგადად აი ძალიან უნივერსალურია და ბევრ რაღაცაში იყენებენ, მაგალითად, ვექტორულ ფსიქოლოგიაში იყენებენ ნაწილობრივ ამას და ასე შემდეგ. ანუ ეს კლასიფიკაცია არის რა, რომ გვაქვს სივრცე პირობითია, რა თქმა უნდა პირობითია, ეს უბრალოდ კარგი მეთოდია რა ახსენებ. გვაქვს სივრცე, დრო და მატერია და მეოთხეს ინფორმაციას იღებენ ან რაღაცას. მე ავიღებდი იერარქიას. რავი, ეგრე გამოდის და მაგითო, ოღონდ ეს იერარქია ესეთი რაღაც არა ყველაშია. ანუ რას გულისხმობ, რომ აქვს სივრცე, დრო, მატერია, ჩვენი ჰელიქსები, ანუ სამყაროს სისტემები შეგვიძლია პირობითად დავყოთ სივრცულ ჰელიქსებად, დროით ჰელიქსებად, მატერიალურ, ანუ უფრო სხვა ტერმინი რო ვთქვათ, ენერგეტიკულ ჰელიქსებად, ანუ ენერგიასთან დაკავშირებულ ჰელიქსებად, ხოლო
ანუ სამი კლასი რა პირობითად სამ კლასად გამოყვებით სივრცული დროითი და ენერგიული ეს იმას არნიშნავს რომ სივრცით ჰელიქსები რაღაცა რა ქვია მატერიას არ შეიცავენ და მარტო სივრცეს უკავშირდებიან არა რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ კლასის სახელი იმიტომ რომ სივრცესთან ასოცირდება მათი ასე ვთქვათ მუშაობის პრინციპები თორე აქ არ გულისხმობ იმას რომ ის მარტო სივრცეს როგორც განზომილებას გულისხმობს და რა ქვია მატერიას არ შეიცავს არა რა თქმა უნდა ყველაფერს შეიცავს უბრალოდ როგორც ასე ვთქვათ კლასის ტიპი ან კლასი ნუ ტიპი არის ნუ რაღაცნაირად შეგვიძლია რომ სივრცული დავარქვათ ისევე როგორც დროითი ჰელიქსები ანუ ესეც მატერიალურია უბრალოდ ნუ რაღაცა დროსთან ასოცირდება უფრო რა დროით ხასიათდება და მესამე ეს არის მატერიალური ან უფრო სწორად რო ვთქვათ ენერგეტიკული ჰელიქსები ან ენერგიას რაც უკავშირდება ეს სამი კლასი აქვს ჰელიქსების მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს იერარქიულობის პრინციპი მეტნაკლებად სამივეში ან ყველგანა ნუ ფაქტობრივად ყველა ჰელიქსშია ასე რომ მოდი მე დავიწყებ ჯერ იერარქიის აღწერით ანუ იერარქიულობაში როგორ ვლინდება ჰელიქსი და მე ამ სამ კლასს უკვე ცოტა მე ავხსენ ანუ პირველ რიგში ვიტყვი თვითონ აი ეს იერარქიულობა რა არის და იერარქიულობა ჰელიქსის ინტერპრეტაციით რას ნიშნავს და მე უკვე ვეცდები თითოეული ეს კლასი დავახასიათო და როგორც აღმოჩნდა იერარქიულობა ყველგანა. იერარქიულობას აღწერ რა არის იერარქია. ნუ ეს გასაგებია რაც არის აქ არის რაღაცნაირი სიმრავლე ერთობა რაღაც ელემენტების რომლებიც ერთმანეთთან არიან იერარქიულ კავშირში ანუ რაღაცა ექვემდებარება რაღაცა არის რაღაცის ქვესისტემა. ნუ შესაბამისად ის რაღაცა ამის სისტემაა და ასე შემდეგ. ხო ესეთი ჯაჭვები მაქვს იერარქიული. როგორ შეიძლება რომ ჰელიქსურობა გამოვლინდეს ამაში? ანუ ჰელიქსი რა იყო? ჰელიქსი ეს იყო სიახლე გამეორებით, ანუ გამეორება სიახლით, ხო? და როცა მე ვამბობ, რომ აი ორი რაღაცა ერთმანეთთან იერარქიულ კავშირშია, რაღაცა არის ზე სისტემა, რაღაცა არის ქვე სისტემა. ჰელიქსურობა იმით უნდა გამოვლინდეს, რომ ესენი ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავდებიან, მაგრამ ასევე რაღაცით გვანან ერთმანეთს, ხო? ანუ ჰელიქსურობის პრინციპი ხო ეგ არის, რომ არსებობს მსგავსებაც და არსებობს რა ქვია, განსხვავებაც. მაგალითად ცოცხალი ორგანიზმის გამრავლება, ანუ შვილი იმეორებს შოვლებს, მაგრამ მათი იდენტური არ არის, ხო? ნებისმიერი ცოცხალი სისტემის გამრავლება ეგრე ხდება, ხო? ხო და ანუ ესეც ჰელიქსური პრინციპია. ანუ როცა მაქვს იერარქია, ანუ რაღაცა პირობითად ორი ელემენტი, ну აქ თელი ჯაჭვია, მაგრამ ну რაღაცა ორი ელემენტი რო ავიღოთ. ერთი არის მეორეს, ვთქვათ, დაქვემდებარებაში, ну ჰელიქსურობა იმითი უნდა გამოვლინდეს, რომ რაღაცით ესენი გვანან ერთმანეთს და რაღაცით მაინც განსხვავდებიან. ანუ გარკვეული ინდივიდუალურობა მაინც აქვს. ხო და ეს ჩვენ გვახსენებს იმას, რასაც ეწოდება ფრაქტალი. ანუ რაღაცა მეორდება, რაღაცა მაინც სიახლეა, იდენტური არ არის. თქვათ, ანუ ზე სისტემას იმეორებს, თუმცა იდენტურად მაინც არ იმეორებს, როგორც წესი ესეთი იდეალური ფრაქტალები, რომ იდენტურად იმეორებდეს. ну, პრინციპში ხდება სამყაროში, მაგრამ აი ხშირად არ ხდება რა, ანუ უფრო ხშირად არის ხოლმე რაღაც განსხვავებული. ეს ფრაქტალურობა ხო ძალიან გავრცელებულია, აი ხო ყველგან ხდებით არა ფრაქტალურობას. ოქროს კვეთა რო არის ამოჩენებული და რაღაც ფიბონაჩის სპირალიო, რაღაც galaktikების ზონა, ну, არ მინდა რაღაც სპეკულაციებში წავიდე, მაგრამ ანუ სხვადასხვა სახის რაღაცეებში ხდება ფრაქტალები, ხო, სხვადასხვა ინტერპრეტაციებში და იმაში. ასე რომ ფრაქტალურობა რაღაც გაგებით არის ჰელიქსის იერარქიული გამოვლინება. ანუ როგორ ვლინდება ჰელიქსურობა იერარქიაში. ეს არის ფრაქტალი. ეხლა როგორც გითხარით, გვაქვს სამი კლასი. სივრცითი, დროითი და ენერგეტიკული. და თითოეულ მათგანში ჰელიქსი ვლინდება სხვადასხვაგვარად. და როგორც აღმოჩნდა იერარქია ყველგან. აი მაგალითად როგორც სივრცითი რა არის სივრცითი ფრაქტალი? ეს ფრაქტალი კი არა ჰელიქსი. რა არის სივრცითი ჰელიქსები? სივრცითი ჰელიქსები არის ჰელიქსები, რომლებიც არსებობენ სივრცეში. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ სივრცის ორ სხვადასხვა ადგილას რაღაცები ხდება. ესენი ერთმანეთს რაღაცით გვანა, მაგრამ რაღაცით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შეგვიძლია ავიღოთ სამყაროს ერთგვაროვნების პრინციპი. ანუ სამყაროში, სადაც არ უნდა გაიხედო, როგორი მეთოდებით არ უნდა გაიხედო, რაც არ უნდა დაინახო, იქნება მსგავსი სტრუქტურა. ну, ჯერ შეიძლება დაინახო რაღაც ეტაპზე, ვთქვათ, ვარსკვლავთა სისტემები, მერე galaktikები, მე თვითონ galaktikები ქმნიან რაღაც ნეირონული ქსელის მსგავს სტრუქტურას და აი, როგორც სადაც არ უნდა შეხედო, იქნება ერთმანეთის მსგავსი, თუმცა იდენტური მაინც არ იქნება. იქნება რაღაც განსხვავებაც. ესე იგი არსებობს მსგავსება, მსგავსი სტრუქტურაც. და არსებობს ესე რა ქვია, განსხვავებაც, ხო? ანუ თვად იდენტური არაფერი არ არის.
ეს არის თქვათ ჰელიქსის სივრცითი გამოვლენა. აი იერარქიულობა აქ იმაში ვლინდება, რომ მე მაგალითად რო უყურებ მზის სისტემას და მე რო უყურებ galaktikis სისტემას, ისინი ერთმანეთს გვანან. ნუ გასაგები აქვს გრავიტაცია მუშაობს, ხო თქვათ რაღაც ცენტრული სიმეტრიის ველია, მზე თავის გარშემო პლანეტებს კრიბავს, შავი ხვრელი თავის გარშემო რაღაცა ვარსკვლავთა სისტემას კრიბავს და ასე შემდეგ. ნუ რაღაცის გამო ხდება ეს ცხადია ბუნებრივია, ხო? ან რაღაც გრავიტაციული ველის ან რაღაცისგან, მაგრამ ამჟამად ხდება. ასევე არის კიდე აი ამბობენ ატომის მოდელი, ხო? ანუ ატომის რაღაც პლანეტარული მოდელია. ეს თქვა სწორი არ არის, იმიტომ რომ ატომი აღიწერება კვანტური ფიზიკის პრინციპებით და იქ მე არ მაქვს პლანეტარული მოდელი, სადაც ელექტრონი მოძრაობს იმის გარშემო, ცენტრის გარშემო. ანუ იქ მოძრაობა არ ხდება, იქ მე მაქვს ალბათური განაწილება და ნუ ხანდახან რაღაც მაქსიმუმები, პირობითად რაღაც ორბიტები შეიძლება ამას დაარქვა, მაგრამ იქ არ ხდება ეს უწყვეტი მოძრაობა და რაღაც ანუ პლანეტარული მოდელი არ არის, იქ კლასიკური ფიზიკით არ აღიწერება არაფერი, იმიტომ რომ ეგრე რო აღიწერებოდეს, მაშინ ატომი საერთოდ გაქრებოდა. ანუ ელექტრონი დაეცემოდა პროტონს და მოკლედ სტაბილური არ იქნებოდა და არაფერი რა. კლასიკური ფიზიკა არ მუშაობს, თუმცა რაღაც გაგებით გავს მაინც ეს მოდელი პლანეტარულ მოდელს. არ არის პლანეტარული მოდელი, მაგრამ გავს. ანუ რაღაც გავსება მაინც არსებობს. და დაახლოებით იგივე ხდება როგორც გითხარით galaktikებშიც და ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთის მხრივ ჰელიქსურობა იმაში ვლინდება, რომ ყველაფერი ერთმანეთს გავს, აი სადაც არ უნდა შეხედოს სამყაროში, მაგრამ თან რაღაცები განსხვავდება, ხოლო მეორეს მხრივ იერარქიულობის პრინციპი, ანუ ფრაქტალურობის პრინციპი, იმაში ვლინდება, რომ რაღაცა ზე სისტემა შეიცავს ელემენტებს, რომლის სტრუქტურაც გავს აი ამ ზე სისტემის სტრუქტურას, მაგალითად galaktikis სტრუქტურა შავი ხვრელის ცენტრული ასე ვთქვათ ველი გავს ამ galaktikაში მყოფი, ყველა galaktika არ არის შავი ხვრელი, მაგრამ ეს კიდე ცალკე ამბავი. მყოფი ვარსკვლავთა სისტემებს. ხოლო ვარსკვლავთა სისტემის ეგრე არის აგებული. ასევე თავად დედამიწაც და პლანეტების ხოლმე აგებული მათ ყოხავთ თანამგზავრები გარშემო და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა დონეებზე შეიძლება გამოვლინდეს ხო ეს იერარქია, ხო ასე ვთქვათ, იერარქიული ჯაჭვი. ეს ძალიან პრიმიტიული მაგალითია. აი სხვა მაგალითებიც შეიძლება მოიყვანო, თქვათ, რა ვიცი, ცხოვრებიდან რაღაცებიდან ამის მსგავსი ახ შეიძლება გავახსენოთ. მე ხანდახან მახსენდება ხოლმე, ეხლა არ მახსენდება მაინც და მაინც, მაგრამ აიროფიკ ხოლმე ამაზე მახსენდება, ეს შეიძლება გავახსენოთ. ახლა ეს იყო თქვათ პირობითად სივრცითი ფრაქტალები, ხა დროითი ფრაქტალები, რა არის დროითი ფრაქტალი? ანუ სივრცითი ფრაქტალი არ არა, ბოდიშით, ჰელიქსი. ფრაქტალი არ ჰელიქსი. სივრცითი ჰელიქსი რა იყო, რომ რაღაცები მეორდება, რაღაცები განსხვავდება. რაღაცები მეორდება, მაგრამ თან განსხვავებაც არის. დროითი ჰელიქსიც არის ეგეთი. ანუ დროითი ჰელიქსი რა უნდა იყოს, რომ დროთა განმავლობაში რაღაცა ხდება, ის რაც ადრეც მოხდა, ოღონდ თან ცოტა განსხვავებული. ანუ აი სპირალურობის პრინციპი ხო გაიგიათ, რომ დროს ისტორია სპირალურია და ასე შემდეგ. არა მარტო კაცობრიობის ისტორია, სამყაროს ისტორია, ზოგადად ისტორიები არის ესე იგი რაღაცნაირად ციკლური, ხო? რომ ანუ ისტორიები მეორდება, მაგრამ თლად იდენტური არ არის. ესე იგი დროში რაღაც პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც მეორდება ძველი პროცესები, ოღონდ თლად იდენტური არ არის, ცოტა განსხვავებული. ანუ ესეც არის ჰელიქსის პრინციპი. ხოლო იერარქიულობა აქ ვლინდება იმით, რომ ციკლები მოიცამა ხოლმე ქვეციკლებს. ეს ძალიან საინტერესო. ანუ რაღაცა პროცესი, თქვათ რაღაც ისტორია, ну, არ აქვს მნიშვნელობა ხა ეს პატარა დროს ეხება დიდ დროით მასშტაბებს, მაგრამ არ აქვს. ანუ რაღაცა პროცესი თავის თავში მოიცავს პროცესებს, რომლებიც ასევე ციკლურად მეორდება. ოღონდ ეს არის რაღაც ერთი დიდი ციკლის ნაწილი კიდე. ანუ ქვეციკლი. აი, ყველაზე კარგი მაგალითი ამის რა არის? ეს არის ეს რა ქვია, ეს არის წელიწადი და დღე-ღამე. აი დღე-ღამის ციკლი რა არის? ეს არის პირობითად დილა, შუადღე, საღამო და ღამე. ეს მეორდება ყოველ 24 საათში, ხო? ეს არის დედამიწის ტრიალი თავისი, ასე ვთქვათ, ღერძის გარშემო, ხო? ანუ ერთი სრული დღე. მაგრამ აი როგორაა გადამული სივრცითი და დროითი, ასე ვთქვათ, ჰელიქსები და ნუ ფრაქტალურობა რა, ანუ როგორაა გადამული, რომ აი დედამიწა ხომ მოძრაობს თავის ღერძის გარშემო, მაგრამ თავის მხრივ თვითონ ეს დედამიწა თავის ღერძიანა მოძრაობს მზის გარშემო. ანუ ეს არის იერარქია, ხო? ანუ ფრაქტალურობა, ხო? ესე იგი დედამიწა ბრუნავს თავის ღერძის გარშემო, ხოლო მზის გარშემო ასევე თავად დედამიწა ბრუნავს თავის ღერძზე. ეს არის იერარქია, როგორ გამოვლინდა სივრცეში და რა ქვია, ახლა დროში როგორ გამოვლინდა. ანუ დღე-ღამე შეიცავს დილა, შუადღე, საღამო, ღამეს.
წელიწადი შეიცავს გაზაფხული-ზაფხულის შემოდგომა ზამთარს. ეს არის ანალოგია აშკარა, იმიტომ რომ გაზაფხული ასოცირდება დილასთან, გავიდება ზაფხული, ეს არის შუადღე, ყველაზე ცხელი პერიოდი. შემოდგომა არის საღამო, ზამთარი ღამე, უკვე ძილის სიკვდილი რაღაცა შემდეგ. აა დღესასწაულები სხვადასხვა აი თქვა აღგონა დღესასწაული არის გაზაფხულზე ხო რაღაც ის არის. შეიძლება სტიქიები დაუკავშირო, მაგალითად გაზაფხულს ცეცხლს უკავშირებ, ზამთარს წყალს, სიკვდილი რაღაცა და ასე შემდეგ. და ანუ რის თქმა უნდა რომ ეს დღეღამის ციკლი ხომ აქვს, რომელიც ყოველ 24 საათში მეორდება, მაგრამ ეს 365 ჯერ რო მოხდება, ეს არის თავის მხრივ ერთი რაღაც დიდი ციკლის ნაწილი. ანუ ქვეციკლია, რომელიც უკვე წელიწადებს გულისხმობს. და რა გამოდის, რომ მე მაქვს ფაქტობრივად ელიქსი, დღეღამე არის ელიქსი, იმიტომ რომ ის ყოველ 24 საათში მეორდება და გავს წინა დღეს, ყოველი დღე წინა დღეს გავს იმით, რომ შეიცავს იგივე სტრუქტურას, დილაშუა დღე საღამოს ღამის სტრუქტურას, მაგრამ თან განსხვავდება ხო, ყოველ დღე განსხვავდება. ანუ ეს არის ჰელიქსური პროცესი, ისევე როგორც წელიწადების სვლა არის ჰელიქსური პროცესი, ანუ ყოველი შემდეგი წელი გავს წინა წელს, მაგრამ თან რაღაცა განსხვავდება. ანუ ეს არის ორი ჰელიქსი და ერთი არის მეორეში ჩასმული. ანუ ორი ციკლი, ერთი არის მეორეს ქვეციკლი. და ეს უკვე არის ფრაქტალურობის პრინციპი, ხო? ანუ იერარქიის პრინციპი. და ეს სივრცეში იმითი გადაისახება, რომ დედამიწა გერდის გარშემო რო ბრუნავს, ეს არის დღეღამის ჰელიქსები, ხოლო მზის გარშემო რო ბრუნავს, ეს არის წელიწადის ჰელიქსები და ერთი არის მეორეში ჩასმული, როგორც დროითი გაგებით, იმიტომ რომ წელიწადში არის დღეები ჩასმული, ასევე სივრცითი გაგებით, იმიტომ რომ დედამიწის ბრუნვა არის მზის ბრუნვაში ჩასმული. და ან ფაქტობრივად აქ ჩვენ ვხედავთ სივრცით ჰელიქსას, დროით ჰელიქსას, რომელიც ერთმანეთთან ესე ვთქვათ, გადაისახება ერთმანეთში. და თან ვხედავთ იერარქიასაც, ანუ ქვეციკლების და სივრცითი ჰელიქსების სურათს ვხედავთ. ანუ იმას, რასაც ფრაქტალურობა ეწოდება, რომ რაღაცა უფრო პატარა იმეორებს რაღაც უფრო დიდს, ამ პირიქით. მაგრამ თქვა იდენტურად ეგეც არის, იმიტომ რომ ისე და ისე ფრაქტალურობას ჰელიქსის თვისება, ანუ სივრცეში ჰელიქსები რეალიზდება, დროში ჰელიქსები რეალიზდება ციკლურად და ის რომ არსებობს ქვეციკლები, ეს არის ფრაქტალურობა, რომელიც ასევე არის ჰელიქსურობის ერთ-ერთი გამოვლენა, კერძოდ კი ჰელიქსურობის იერარქიული გამოვლენა, ასე რომ ჰელიქსების გარდა არაფერი არ არსებობს. და მესამე ეს არის ეს არის ესე იქნება სივრცითი ჰელიქსები, დროითი ჰელიქსები და მესამე არის ენერგეტიკული ჰელიქსები. ახლა ეს არის ყველაზე საინტერესო. რა არის ენერგეტიკული ჰელიქსი? ენერგეტიკული ჰელიქსი არის რა? ანუ არსებობს რაღაცა დისბალანსი, ენერგეტიკული დისბალანსი, ანუ როგორც ვთქვა, რაღაც პოტენციალური არაერთგვაროვნება და ამის გამო იქნება დინამიკა, შეიძლება ძალიან აბსტრაქტულად ხსნი და ეს დინამიკა მიმდინარეობს მანამ, სანამ ბალანსი არ აღდგება. ანუ იღება ბალანსი, ჩნდება ენერგეტიკული არაერთგვაროვნება, ანუ პოტენციალური არაერთგვაროვნება, ეს იწვევს რაღაც დინამიკას, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ბალანსი არ აღდგება. ესე იგი, აქ ენერგეტიკული არაერთგვაროვნების შექმნა არის ვექტორული პრინციპი, ანუ ეს ჰელიქსს ხო ავადგენთ ხარ ჩვენ. ვექტორული პრინციპი არის ის, რომ იქნება რაღაცა არაერთგვაროვნება, ანუ გარკვეული მრავალფეროვნება, გარკვეული ბალანსიდან გადახვევა, ასე ვთქვათ, რა ქაოსი. და შემდეგ ეს იწვევს დინამიკას, ანუ დისბალანსი ხო იწვევს დინამიკას, მანამ სანამ ბალანსი არ აღდგება. და ასეთნაირად რა გამოდის, რომ გარკვეული ისტორია გაიარა, აი ამ ენერგეტიკულში, რაც მონაწილეობს რა ობიექტები თუ რაც არიან, გარკვეული ისტორია გაიარა. მე ამ ისტორიას ვუწოდებ ხოლმე მნიშვნელოვნების ისტორიას, იმიტომ რომ ეს ტერმინი მნიშვნელოვნება ტრანსეპიგიდან მაქვს და ჩაბეჭდილი მნიშვნელოვნების პოტენციალი რო ერქვა, რაღაც არის მნიშვნელოვანი, ანუ რაღაცა ენერგეტიკული არაერთგვაროვნება რომ მაქვს, ანუ დისბალანსი, ხო? ამას უწოდებდა მნიშვნელოვნებას და ეს ტერმინი მაქედან მაქვს ჩარჩენილი. და ეს დისბალანსი ქმნის დინამიკას, რომელიც ცდილობს ბალანსში მოიყვანოს ისევ ეს ენერგეტიკული განაწილება. და ეს არის მნიშვნელოვნების ისტორია, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ბალანსი არ აღდგება. ანუ ბალანსის დარღვევა ვექტორული პრინციპია და ბალანსის აღდგენა უკვე წრიული პრინციპია, რომელიც აბრუნებს, ასე ვთქვათ, მშვიდობაში ყველაფერს. თუმცა მნიშვნელოვანი ისტორიის გაგლის შემდეგ
ყველაფერი იგივე არ არის რაც ადრე, ანუ ის რომ რაღაცა იყო დარღვეული და აღდგა ეს თავის კვალს ტოვებს. აქედან გამომდინარე ეს არის ხელიქსური პროცესი, ანუ შენ რომ გადაიხარე, მაგრამ მე უკან დაბრუნდი, შენ იგივე წერტილში არ დაბრუნდი, ხო ცოტა ზემოთ ახვედი, ну პირობითად ზემოთ ვამბობ. ანუ ვექტორმა თავისი ანაბეჭდი დატოვა, თუმცა უკან დაბრუნდი, კი ისტორია დაასრულა. და შენ არ ხარ იგივე რაც ადრე, ხო? და ეს რაც ახლა ვთქვი, ანუ ზოგადად სივრცითი ფრაქტალები ხო სამყაროში ყველგანაა, გინდა ფიზიკით, გინდა ფიზიკა აიღე, გინდა ცხოვრება აიღე, რაც გინდა. დროითი ფრაქტალები, ციკლები და ასე შემდეგ, ევოლუციური ციკლების და ასე შემდეგ, ეგეც ყველგანაა. მაგრამ აი ეს ენერგეტიკული ჰელიქსები, არის მე მგონი სიტყვა ფრაქტალები ვთქვი, ფრაქტალები და ჰელიქსები მე მგონი ერთმანეთში ამ ვიდეოში ნაზარს რომ ყურადღებით მოვუსმინეთ, ანუ სივრცითი ჰელიქსები ყველგანაა, დროითი ჰელიქსები ყველგანაა და ენერგეტიკული ჰელიქსების ყველგანაა. ანუ ბალანსის დარღვევა, რაღაც ენერგეტიკული არაერთგვაროვნება და შემდეგ ამის აღდგენა, ეს ჰელიქსური პროცესია. და სხვათა შორის ფრაქტალურობა აქაც ვლინდება იმით, რომ აქაც მაქვს ქვეჰელიქსური პროცესები. იმიტომ რომ მნიშვნელოვნების ისტორიაში რაღაცა ბალანსი ირღვევა და შემდეგ აღდგება, შეიძლება ამ ისტორიის განმავლობაში რაღაც მინი დარღვევა აღდგენის პროცესებიც მიმდინარეობდეს, ანუ ბალანსის დარღვევა აღდგენის რაღაც მინი შუალედური პროცესებიც, ანუ ქვეჰელიქსური პროცესებიც, ესე იგი ფრაქტალურობა, ანუ იერარქიულობა აქაც ვლინდება, ხო? და ისეც ყველგან აი ფიზიკაში პირდაპირ ამ ტერმინებით ახსენენ ხოლმე პროცესებს, ხო, რაღაც ენერგეტიკული დისბალანსი, პოტენციალური არაერთგვაროვნება იწვევს დინამიკას, ანუ ეს ქმნის ძალას, რომელიც სხეულს აიძულებს იმოძრაოს. იგივე შეიძლება ითქვას ველების შემთხვევაში, თქვა ველის თეორიაშიც, რომ მოხდების ესე იგი მინიმალური პოტენციალისკენ რომ ისწრაფის, ხო? არ მინდა რაღაც სპეკულაციებში გადავიდე. ესე ვთქვათ, მანამ სანამ არ მოხდება გარკვეული ბალანსი, რაღაც გეომეტრიული ბალანსი, რომელიც გეომეტრიულად აღიწერება და ну, როცა ამას აღწე განტოლებებით ხვდები, რომ ის რაღაც ტერმინი ბალანსი ტყუილა არ არის და ანუ სწორი ინტერპრეტაცია, მანამ სანამ აქამდე არ მიდის ესე იგი მდგომარეობა, მანამდე ხდება დინამიკა. ანუ არაერთგვაროვნება ქმნის დინამიკას, რომელიც სრულდება მაშინ, როცა ერთგვაროვანი ხდება ყველაფერი. ანუ ბალანსი აღდგება. და ეს არ ეხება მარტო კლასიკურ მექანიკას, ეს ველის თეორიაში წერია და ზოგადად ეგრეა, ხო? ანუ არაერთგვაროვნება ქმნის დინამიკას. და ну, პრინციპში რაღაც გაგებით ცხოვრებაში ეგრეა. იმიტომ რომ აი ყველაფერს რასაც ვაბრუნდები არის მნიშვნელოვნების ისტორია. ხა მე რომ ამაზე ვსაუბრობ, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ანუ რაღაც დისბალანსი არსებობს სადღაც სამყაროში, ამას შექმნა მე, ჩემი მიდრეკილებები და მათ შორის მე რომ ამას ვამბობ ახლა, ესე იგი რაღაცა მიბიძგებს, ხო, რაღაც დინამიკა, ხო, რაღაც ძალა ხო მიბიძგებს ამ დინამიკისკენ, რომ ეს ვთქვა. იმიტომ რომ რაღაცა არის გასასწორებელი, რაღაცა არის არაერთგვაროვნებაში და ეს არაერთგვაროვნება ქმნის ძალას, რომელიც მე მიბიძგებს იმისკენ, რომ ვისაუბრო პირობითად ამ თემაზე. ხო? და ანუ გადმოვცე და ეს არ დასრულდება მანამ სანამ რაღაცა არ დაბალანსდება, ანუ მნიშვნელოვნების ისტორია არ მორჩება, ასე ვთქვათ, არ დასწორდება რაღაცა და ეს ბალანსის დარღვევა აღდგენის დუალიზმი, ანუ ეს ჰელიქსური პროცესი, ხო, ეს ენერგეტიკული ჰელიქსური პროცესი, ну, ფაქტობრივად ყოველთვის ხდება და მთელი სამყარო ეგ არის და კაცმა რომ თქვას, არის გინდა ფიზიკიდან შეეფაზე, გინდა რაღაც ცოცხალი ორგანიზმებიდან, გინდა ადამიანიდან, ანუ ეს ყოველთვის არის რაღაც ბალანსის დარღვევა აღდგენის პროცესი, თუნდაც სიკვდილი. რაღაცას აჩერებს, მაგრამ რაღაცას ბოლომდე ხო არ აჩერებს, ანუ რაღაც მნიშვნელოვნების ისტორიები ხო გადაუწყვეტელი დარჩა მაინც, როცა შენ მოკვდი. ახლა გამომდინარე ხო შეიძლება აღწერო მე ორიგი ინკარნაცია, რომელიც არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაღაც შენი სული გადავიდა, მაგრამ უბრალოდ რაღაც მდგომარეობა, რომელიც დისბალანსში იყო და შენი სიკვდილით, რომ ეს დისბალანსი არ დასრულდა, მე სადღაც სხვაგან აისახება, ანუ რაღაცა სხვა პიროვნებას შექმნის სამყარო, რომელშიც ეს ბალანსი უნდა აღდგეს, თუმცა ის მე კიდე ცალკე სხვა ბალანსებს დაარღვევს და ცალკე ახალ პირობითად კარმებს შექმნის, ხო? დისბალანსის შექმნით, ხო? ქაოსის შექმნით და ასე შემდეგ, ანუ ეგ არის და ჩვენი რეალობა. სამყაროში ერთხელ, აი ესე ვამბობ ხოლმე, რომ ერთხელ რომ ვიღაცამ რაღაც ქანქარას ხელი კრა და ეს ვიღაცა იყო ის ვექტორული პრინციპი, ანუ ქაოსი შემოიტანა, მაგის მერე არასდროს არ აღდგენილა სამყაროში ბალანსი, ანუ რო არსებობს სამყარო დაცარიელი რო არ არის, სულ დინამიკაშია ეს იმის გარდა რომ არასდროს ბოლომდე არ ხდება ბალანსის აღდგენა, ანუ რაღაცა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ უკვე რაღაცა სხვა ბალანსია დარღვეული ავტომატურად და ანუ შესაბამისად სამყარო ყოველთვის დინამიკაშია. მაგრამ ბალანსის დარღვევა
ხდება მარტო და არც ბალანსი აღდგენა ხდება მარტო სამყაროში, ორივეს ხედავ რა. და ამას შეიძლება ხედავდეს შენ პირად ცხოვრებაში, ანუ შენ მიხვდე რომ რაღაცა ისტორია დაასრულე, რაღაცა ბალანსი აღიდგინე, რაღაცა პრობლემასთან მიმართებით მოაგვარე და დაასრულე. ეს პრობლემა იქიდან დაასრულე, რომ არა თუ შენ აზრებში და ემოციებში, არამედ შენ კანონურ ცხოვრებაშიც კი არ ხდება ეს, აღარ სინქრონდება რა. ანუ ეგეთებიც ხდება, შეიძლება ეს საკუთარ ცხოვრებაში გამოსცადო. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ადამიანის იგდება, რომ ძალიან ბევრი დისბალანსი აქვს, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი. და აი ეგეთი ამბავია რა, ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება ამაზე, მაგრამ ამჯერად მოდი. მოდი ამით დავასრულოთ. ელიქსირი მოკლედ სამყარო არის ელიქსური. ელიქსი არის სამყაროს მამაკაცური და ქალური საწყისების შერწყმა, ურთიერთობა, ამით იქნება ჩვენი ელიქსური სამყარო.